Qual არის ტორნადო გვიახლოვდება ბრატ. აი ამანქანას დიდი სიამოვნებით დავატაკებდი რა ეს. Საფია სადაც მოლ ფორმეტისთვის ეს მანქანა უნდა იყოს ხოლმე. იქნება როგორც აი თანდე მოდის ბალიში და იქიდან მოდის მე წყალგადას გაყვანილობა მილები ხოთი. მოგესალმებით SRS სტუდიოდან. დღეს ყავს ბრონკო გადასაღებ მოედანზე. რაულ ეს რომელი მოდელია ეს ბრონკო? ანუ ვერ ხვდები მაგას. ფორდი. აქ ცხენი რატო ახატია მუსტანგი ხო არა. მაგრამ დავიკიდოთ ეგ ფაქტი. დღეს ამ მანქანაზე უნდა აღვადგინოთ აირბაგები, ასევე ღვედებიც უნდა გავხსნათ. მაგრამ პირველ რიგში საჭესთან უნდა დავჭდეთ. ბიჭო, არა ძალიან მაგარია. ისე ტესტ დრაივების რო გადავიღო ჩვენ არა? ხო, აი კაკრას. აი ამანქანას დიდი სიამოვნებით დავატაკებდი რა ეს. ამაზე ესე იგი ეს ხუფი უნდა გამოიწეროს პატრონმა რა და მე შეუსვლით ახლა ესე იქნება. ეს ჭერი გადარჩენილია, ანუ ეს ჭერი აღდგება. კაფსულა შეესვლება. აქეთ აღვედის გაჭედილია. სკამიც ასევე რაჭირსა დედა აღარ ყავს, ვეღარ შევიგინებით, კანონები შემოვიდა. პლასმასის აპლიკები ქონიეს. ამას იმის რუბიკონებით ხედავ? ხო. ახალ რუბიკონსაც ეგრე აქვს რა, პლასმასის აპლიკები. და მაგ პლასმასის აპლიკებს რამეს უზავთ, მოუხერხებთ რამეს? ეგ პლასმასის აპლიკები იქნება როგორც აღდგენილი ხილობა. ისეთი მოვა. თავიდან კალიშვილი იქნება ბრატ. ერთი უკანაც შევხედოთ, როგორი უკანალი აქვს. კი არა და ხო რა. ჯენიფერას უკანალივით ვერა რა. ხოდა იმენა ტანკია ჩემი, აი. ვისაც ეს ყავს, მაუსაღოლაი. ანუ ეს რა დუგები აქვს. ხო. და ჭერი და რამე ეხსნება ყველაფერი. გახსნის რა. ძალიან მაგარი. სკამების გაიგერება, ყველაფერი იქნება იდეა ფიქსურად. ამის ჭერი და გადავხსნათ, უეჭველი ჩვენ იმაზე აიბანისაკები. გადავჭრათ, ისე ბათუმთან ახლოს რო ვიყოთ, სანაპიროზე გავიდოდით რა, აი, ფილმებში როა რა. გაასწორებ და მაგრად. ხვალ უნდა ჩავაბაროთ პატრონს. არა, ნახე, დრო კი გვაქვს, მაგრამ აი ისე რამდენ ხანში დავასრულებთ, რო რამე. ხვალ დავასრულებთ რა, დღეს უკვე გვიანია ბრატ. დღეს ამას დავშლი. და ხვალე რომ მოვალ თავად. აირბაგები სადაც იცი? სად? კაფსულები სადაც იცი? არა. მაგებში, ვახჩი. აი იქამდე მოდის ბალიში და იქიდან მოდის მე წყალგადას გაყვანილობა მილები ხოთი. უთო და გადაფენილო. არა მაგარია. ანუ ესე იგი მაგარი საჩალიჩოა რა ეს. მაგარი საჩალიჩოა. კარგია, ბევრ ფულს ვიშოვით. ფულის რა მოგახსენე, მაგრამ კარგად გავიწურებით ამისა. ეს შედეგს ვანახეთ ხვალ რა და. ანუ ისე გადავიღოთ ეს რა სიტყვი, ანუ დაშლა აწყობა. კაროჩი ორი უჭერი გახსნილი აქვს, მეტი რა აქვს. ღვედებიც ხო? ხო, ღვედებით. ორი ღვედი? მე სამი უკანაც. სამი ღვედი? სამი ღვედია. გეგმები შეიცვალა, ეს მანქანა დღესვე უნდა დავასრულოთ, უკვე დაშლილი გვაქვს რა და აწყობაზე გადავალთ მალე ურალოდ რამეში ჩავარტყოთ წვენებს და რაღაცეებს კიდე. შეიცვალა ბრატ, просто რა იცი? ხვალ ძალიან ბევრი მანქანა გვაქვს. ხო. ლექსუსი მოდის.
ხო. 25-იანი მეორე RX მოდის ისიც დასახსნელება სულ ბოლომდე ეს. Короче, სავარძლები და წერებიც აქ იმას. Короче, გავიჩეპები რა, ხვალ ეს დღესომა ეს დამამთავრ მაგარი იქნება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მაგა. Tesla-ც მოყავს. კი. და კიდე მეორე X-ია Tesla. მოდელი X-ის გასაკეთებელია. ანუ შარში ვარ. ხვალ არის ტორნადო ბუიახლოვდება, ბრატ, ხვალ. აი, შევხედავ ტელეფონს საათი გეტყვი რომელიც და ამანქანას რომელზე მოვჩებით, ბრატ. ეხლა არის 9 საათი. 9 საათი? ხო, 9 საათია, სადაც მაო 12-ისთვის ეს მანქანა უნდა იყოს ხოძზე, ბრატ. მოკლედ ჭერები დავაყენეთ ბატონო რაულ არა სკამის გადავასვით ერთი, მეორე სკამზე ვართ გადმოსული, პროსტა ფორს მაზორული სიტუაციაა და ვერ ვიღებთ ვიდეოსა. One day later. ესე იგი დღე მეორე რაც ვიდეოს ვიღებთ, ბრონკოზე დავასრულეთ თითქმის ყველაფერი. საჭე შევცვალეთ, საჭის აირბაგი, სკამების გადავაცვით ყველაფერი, ჩიხოლები. აი ხედავთ, ლამაზად გამოიყურება ყველაფერი. ასევე ღვედების გაიხსნა. დარჩენილი არის ჭერის ხუფები, მისაკრავი, რომელიც დეფორმირებულია რა უბრალოდ და გასწორება უნდა. აი მეორე მხრიდანაც შევხედოთ. აჰა, მოკლედ ესე გამოიყურება ყველაფერი. ხო, ამაზე როგორც თქვი, ტორპედოს აირბაგზე, ანუ ხუფს ელოდება პატრონი, უნდა გამოიწეროს და ამასაც გავუკეთებთ ოღონდ მერე. დანარჩენი ყველაფერი იდეალურად არის. всё, ეხლა გადავინაცვლოთ გარეთ. აი გუშინ რო ვიზახდით, რომ ბევრი მანქანები გვეყოლება თქო და რაღაცეები. აი ეს რაღაცა გაგორდი, ეს კი არა და ხონდა აკორდი ყავს. აქეთ ბატონი რაულა უკვე მუშაობს. აბა ბატონო რაულ, რა ხდება დღეს? ეს რა ხდება რა? პაციენტი მე თვითონ ვარ რა. რატო? რატომ და კბილმა გამიტრაგა სიმაღა. სილუს ლაპარაკ. ჩენგე გაქცეული მაქვე. აი, ხვედებს უკეთებ ხო ამაგან? ამახანაგე ღვედები, ჭერი, სავარძლები. აჰა, ძალიან კაი. ანუ კიდე აქეთ მეორე მანქანაც ყავს. ესე იგი Lexus-ის ყავს დღეს. გუშინ რომ ამბობდით, ბევრი მანქანებია თქო. ესე იგი სკამები 4-ვე გახსნელი არის წინების და უკანების. ასევე ჭერები, ერთი ღვედია ამაზე კიდე გაჭედილი და უნდა გავხსნათ ეგეს. და ასევე საჭის აირბაგი არის გამოსაცვლელი რა. აი ესე გამოიყურება ეს ყველაფერი. წინა სკამების გახსნელი, უკანების. ნუ ჭერზე მე პატრონემ არ მინდა არაფერიო, ჩვენ საერთოდ გადაკვრასას ვაკეთებს რა ჭერის, ანუ აღდგენას უკეთებს ყველაფერს რა. არა უარია მაგაზე. შო ბრონკო უკვე გადის გვტოვებს. ესე იგი ყველაფერი დასრულდა პლასმასების გარდა, აი ჭერის პლასმასები რაც მისაყენებელი და მაგაზე გამოგვივლის სხვა დროს, იმიტომ რომ დღეს ძალიან ბევრი მანქანები ყავს და აი ფიზიკურად ვეღარ მოვიცალეთ სამაგის რა. ვემშვიდობებით ბრონკოს დროებით. всё, მანამდე აქეთ აკორდის ვასრულებთ უკვე თითქმის ჭერზე ვართ გადასული, ღვედები აღვადგინეთ. აბა იქით ამ მხრიდან მოვიდეთ. всё, მოკლედ ესეთი რაღაც. აჰა, ბატონი რაულა ჭერს ამაგრებს უკვე. ღვედები გავხსენით. სხვათა შორის წინა ღვედი მძღოლის მხარე ის გაჭედილი იყო და ძალიან რთული გასახსნელი იყო, პროსტა ფიზიკურად ვერ შევძელი მაგისი გადაღება რა. და შემდეგ გველოდება Lexo. всё, ანუ აკორდზეს დავასრულეთ, დავათვალიეროთ. ესაა სავარძლი. აბა თუ გამოჩნდები კარგად. იდეა ფიქსი. всё, ღვედებით გავსხენით. აქეთ მხარე იყო გახსნილი. ხო და რა ვიცი, დავაუთოვეთ, დავასწორეთ ყველაფერი იდეალურად, აი მართლა რომ გაუთოვებულს გავს იმენი.
всё, ეს მანქანაც წავა ეხლა, კაი ტიპია, ანუ მაგარი ხვირი აქვს. აკორდია თუ გაგორდია თუ რა ჟანდავა, მაგარი მანქანაა იდებში. მაგარი, ჩაო გაგაო. всё, გადმოვედით Lexus-ზე. ეხლა უნდა მოგხსნამ ეს კამები. მარტივესი, ასე მარტივად რავე. რთული მეგონა შედარებით. всё, ერთი უკვე მზადა. მოხსენით. ეხლა იქით გადავიდეთ. всё, короче. დავიღალი ამ გადაღებით რა, რაულ რა. ვაჩვენოთ აწყობილი უკვე, თორე იმე ტელეფონში ადგილი აღარაა კამერაში, ბოდიში. ხალხმა არ უნდა იცოდეს, რომ ტელეფონით ვიხევთ. აღვადგენთ, მიღვადგენთ, მოღვადგენთ და გადავიღებთ ისე რა. ხომ ასე ჯობია. კანიშნა. ძირითადად პროცესი ესე კეთდება რა და მე კაი კამერებს რო დავიჭრებთ და რაღაცეებს. მე უფრო უკეთად გადავიღებთ ყველაფერს რა. დაჟე აი სრული თუ გექნებათ, ხელობასაც გასწავლით ძმაო და მოდით და იმუშავეთ. ჩვენ წავედით. რაოდენობით ამაის. всё, ესე იგი, ჭერის აირბაგები დავაყენეთ უკვე. შტეკერები შევაერთეთ, ორივე მხარეს დავაყენეთ. ასევე სავარძლის აირბაგების დავაყენეთ უკვე. ეს Lexus-ი მალე დასრულდება, სკამებს გადავაცვოთ და ეგ არის რა. და ამასობაში დაგვემატა კიდე ორი მანქანა. ეს Hyundai. რაჭის ახლა ამას ვნახოთ. Hyundai-ზე გვაქვს ესეთი მდგომარეობა, ანუ სკამის აირბაგი არის გახსნილი. და ასევე ღვედები არის გაჭედილი წინა ორი ღვედი რა, ეს და ეს. დანარჩენი წესრიგში აქვს, ანუ ჭერები არ არის გახსნილი, სხვა არაფერი არ ჭირს. ნუ, საკმაოდ ისეთი სხვათა შორის შიდა ვიზუალი ძალიან მომეწონა ამ მანქანის. გადასარევია მით უმეტეს აი ეს საშინელება, ეს რა უბედურება ჩემი, ანუ ძალიან დიდი ბოდიშით, მაგრამ არ მევასება ხელი თუ არ მაქვს რამეზე წავლებული და ისე თუ არ ვატარებ მანქანას. დავასრულეთ მოკლედ Hyundai. ეხლა განახებთ რა მდგომარეობაში არის კამი. შევატრიალოთ კამერა. აი ესე გამოიყურება, ანუ ყველაფერი არის იდეალურად. აღდგა აირბაგი, ჩაისვა ახალი, ორიგინალი. ასევე ამ მანქანაზე თავიდან გამორჩა, ანუ ჭერიც იყო შესასვლელი, ანუ პატრონმა მოიტანა თვითონ თავისი აირბაგი და ის აირბაგი ჩაუყენეთ შიგნით რა, ესეთებიც ხდება ხოლმე. ასევე ხვედიც იყო გაჭედილი, ის კიდე ავამუშავეთ. всё, ეს მანქანა დასრულდა. დარჩენილი არის ახლა ჩვენი Lexus და ეს კიდევ ერთი მანქანა ყავს აქ. ამადროებით Hyundai. აი მოკლედ ამ Lexus-ს დავასრულეთ ყველაფერი, ანუ დასრულდა დღეს. დავასრულეთ დღეს, ანუ ბევრი მანქანა კიდევ ვერ მოხვდა ვიდეოში, იმიტომ რომ თავი აღარ მქონდა მაგისი გადაღების, აი რავი, საშინელი დღე იყო, ანუ ძალიან ბევრი მანქანები იყო და რა ვიცი. რაც არის ეს არის, არ ვიცი რა მომენტები მოხდება ჯერჯერობით კადრში, დროებით, ამ მშვიდობიან ნოტაზე დაგემშვიდობებით და წარმატებულ წარმატებებს გისურვებთ.